ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველს იმდენად გაბედული და რადიკალური მტკიცებულება წარმოადგენს, რომ იგი დღემდე გაურბის ნებისმიერ წარმოსახვას. ეს გახლავთ მოწმობა იმის შესახებ, რომ სამყაროს უსასრულო შემოქმედი გახდა ადამიანი და რომ მარადიული ღმერთი დროში შემოვიდა, რომ ყოვლის შემძლე ღმერთი უმწეო ყმად იქცა. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთი განკაცდა. ეს არ გახლავთ უბრალოდ ერთ-ერთი რელიგიური დოქტრინა. ეს სახარების, ქრისტიანობის გულია და მთელი ბიბლიური მსოფლმხედველობის გასაღებია. ბევრი მზად არის იწამო შორეული ღმერთი, აბსოლუტი ან დიდი წინასწარმეტყველი, მაგრამ ადამიანად მოსული ღმერთი ძლიერ მიუღებელია მათთვის. რატომ იყო აუცილებელი ღვთის განკაცება? და რას გვეუბნება ეს მოვლენა ჩვენ ღმერთისა და ჩვენ შესახებ? პირველი პასუხი კითხვაზე რატომ? გახლავთ ის, რომ ღმერთი სიყვარულია. კაცობრიობა, რომელმაც ღმერთს ზურგი აქცია განსასწრელში, სულიერი სნეულებების, ხრწნისა და მოკვდავების მდგომარეობაში აღმოჩნდა. ღმერთი, რომელიც მოყვარული მამაა, გულგრილი არ დარჩენილა და ადამიანი ამგვარ მძიმე მდგომარეობაში არ დაუტოვებია. ღმერთი აგზავნიდა წინასწარმეტყველებს, ადამიანს მისცა რჯული, ასწავლა სიმართლით ცხოვრება, მაგრამ სნეულება ზედმეტად ღრმა აღმოჩნდა იმისათვის, რომ ყოველივე ეს საკმარისი ყოფილიყო ადამიანის განსაკუთრებლად. უსყული ღმერთსა და ადამიანს შორის ადამიანისათვის გადაულახავი გახდა და მაშინ ღმერთმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მან თავად გადმოლახა ეს უსყული. იოანე მახარებელი ამის შესახებ ასე წერს: სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენ შორის. მარადარსებული საფრთხო გონება, ლოგოსი, რომლის მეშვეობითაც შეიქმნა მთელი სამყარო, მიიღებს ჩვენს ადამიანურ ბუნებას, თავისი ყველა შეზღუდვითა და უძლურებით გარდაცოდვისა. ის მოდის, რათა გვიხსნას არა შორიდან, არამედ ჩვენი საკუთარი მდგომარეობის სივრციდან. განკაცება ეს მთავარი გამოცხადებაა იმის შესახებ, თუ როგორია ღმერთი სინამდვილეში. ჩვენ მეტად აღარ გვჭირდება მის შესახებ რაიმე ვარაუდები. გსურთ იცოდეთ, როგორ ეპყრობა ღმერთი სუსტებს, სნეულებსა და უარყოფილებს. შეხედეთ, როგორ ეხებოდა იესო კეთროვანებს. გსურთ იცოდეთ, როგორ ეპყრობა ღმერთი ცოდვილებს, შეხედეთ, როგორ პატიობდა და იღებდა იესო მათ, ვისაც ყველა გმობდა, ვისაც ყველა დევნიდა. განკაცება გვიჩვენებს, რომ ღმერთი ეს არა ცივი კოსმიური გონება და არა მრისხანემსაჯული, არამედ სიყვარულია. ის ღმერთია, რომელიც იმდაბლებს თავს, მსახურობს და სასიკვდილოდ მისცემს საკუთარ თავს. ამ დამდაბლების მიზანი გრანდიოზული იყო. მიზანი გახლავთ ჩვენი ამაღლება. როგორც მე-4 საუკუნის მართლმადიდებლური სარწმუნოების დიდი დამცველი, წმინდა ათანასე დიდი წერდა, იგი განკაცდა, რათა ჩვენ გავხტობილიყავით და მან თავი ხორცში განაცხადა, რათა ჩვენ უხილავი მამის შემეცნება მიგვეღო და მან დაითმინა გმობა ადამიანთაგან, რათა ჩვენ უხრწნელება დაგვემკვიდრებინა. ღმერთი ადამიანი ხდება, რათა ადამიანი საფრთხო ცხოვრების მოსიარე გახდეს. თუ კი თავად ღმერთმა შესაძლებლად მიიჩნია მიეღო ადამიანური ბუნება, ეს სამუდამოდ ცვლის ჩვენ შეხედულებას საკუთარ თავზე. ჩვენი ადამიანური ბუნება, ჩვენი სხეული, ჩვენი ემოციები, ჩვენი ცხოვრება ამ მატერიალურ სამყაროში ეს ყველაფერი განწმენდილია და უსასრულო ღირსებითაა შემოსილი. სხეული ეს სული საპყრობილე კი არა ტაძარია, რომელსაც ძალუს თავად ღმერთი დაიტიოს. ეს უღრმესი ჰუმანიზმის საფუძველია. ყოველი ადამიანი ფასეულია არა მისი ნიჭისა და სარგებლის გამო, არამედ იმიტომ, რომ მისი ბუნება თავად შემოქმედმა გაიზიარა. განკაცების ეს პარადოქსული სილამაზე შესანიშნავად იგრძნო ინგლისელმა მწერალმა გილბერტ ჩესტერტონმა. ხელები, რომლებაც შექმნეს მზედავარსკვლავები, ზედმეტად პატარა იყო, რომ ბაგაში პირუტყვთა უზარმაზარ თავებს მისდომოდა. ეს ის საიდუმლოა, რომელიც მუდამ გამოყოფს ქრისტიანობას მსოფლიოს ყველა სხვა რელიგიისაგან. განკაცება ეს დიდი საფრთხო მოწოდებაა ჩვენი სამყაროსა და ჩვენი ადამიანურობის მიმართ. მაშასა და მესწავლება განკაცების შესახებ ეს განყენებული დოგმატი არ არის. ეს არის უწყება, რომელიც ყველაფერს სვლის. ეს ღვთის ჩვენდამი უმაღლესი სოლიდარობის აქტია. ეს ყველაზე სრული გამოცხადებაა იმის შესახებ, რომ ღმერთი სიყვარულია და ეს ჩვენი განწმენდისა და უსასრულო ღირსების საფუძველია. განკაცების წყალობით ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი მხოლოდ სადღაც იქ
მიუწვდომელ ზეცაში არ არის. ის ემანუელია, რაც ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. მან იცის ჩვენი მწუხარება, ჩვენი სიხარული, ჩვენი ცდუნებები და მან გაიარა მთელი ეს გზა, რათა ჩვენ აღარასოდეს ყოფილიყავით მარტო.